უკვე ცნობილია ფინანსთა მინისტრის მოადრილეების ვინაობა. საჭადრო ოპტიმიზაციის საფუძველზე მინისტრს 8 მოადრილის ნაცვლად მხოლოდ 4 ეყოლება. პირველი მოადრილის ვაკანტური თანამდებობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჟამინდელ მინისტრ დავით ნარმანიას ეკუთვნის. გიორგი თაბუკაშვილი ხაზინას და ბიუჯეტის დაგეგმარებას დაუწევს კურირებას. დავით ლეჟავა საგარეო მიმართულებით იმუშავებს და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებს წარმართავს. ხოლო კიდევ ერთი მოადრილე დავით ებრალიძე საპარლამენტო მდივნის თანამდებობა შეითავსებს, რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის უფროსს და მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელებს ამ პოსტებზე. მინისტრს კანდიდატურები ჯერჯერობით შერჩეული არ ყავს ამ თანამდებობებზე კანდიდატურების ვინაობას ნოდარ ხადური რამდენიმე დღეში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გეგმავს. ბატონი გიორგი თაბუაშვილი დაინიშნა მინისტრის მოადგილედ, რომელიც ხელმძღვანელებს საბიუჯეტო პროცესს და ხაზინას. ბატონი დავით ლეჟავა დაინიშნა მინისტრის მოადგილედ და უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობებს და საგარეო ვალის მართვას და ბატონი დავით ებრალიძე იქნება ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი. თქვენ მე გექნებათ შესაძლებლობა სხვა დროს შევხვდეთ მათაც. 2013 წელს შედარებით ნაკლები ვალი გვაქვს გადასახდელი. გვაქვს უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამა. თუ საჭირო შეიქმნა 2013 წელში და ჩვენი ბიუჯეტის სახსრები არ გვეყოფა, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება ჩვენ ვისარგებლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსებით და დავფაროთ ეს ვალდებულება, მაგრამ სავარაუდოდ ეს არ გახდება საჭირო.